გამარჯობათ, მოგესალმებით, მე გახლავართ ბექა ნამორაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო ბიზნეს სამართლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი და წარმოგიდგენთ ვიდეო ლექციას თემაზე აბსტრაქციისა და კაუზალურობის პრინციპები სამართო სამართალში. ზოგადად პრინციპი არის სახელმძღვანელო იდეა, რომელიც სამართლის ამა თუ იმ დარგის არსს განსაზღვრავს. პრინციპებში აისახება სახელმწიფოს არსს, დემოკრატიულობის ხარისხი, სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი სტრუქტურის ბუნება, სამართლებრივი სახელმწიფოს სამართალი დემოკრატიულ, მაღალ სამართლებრივ კულტურით გამსჭვალულ პრინციპებს ემყარება. სამართლის პრინციპები სათავეს ქვეყნის კონსტიტუციაში იღებენ და სამართლის ყველა დარგში აისახება. იურიდიული ლიტერატურა სამართლებრივი პრინციპებს ორ ძირითად სახეს განასხვავებს. ზოგად და სპეციალურ სამართლებრივ პრინციპებს. ზოგადი სახის პრინციპები ქვეყნის კონსტიტუციაშია განსაზღვრული, რამდენადაც კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონია და მას სამართლის ყველა სხვა დარგი უნდა შეესატყვისებოდეს, კონსტიტუციაში აღნიშნული პრინციპები ყველა სხვა სამართლებრივი დარგისათვის ზოგადი და სახელმძღვანელოა. სპეციალური პრინციპები ზოგადი პრინციპების პარალელურად ქმნიან კონკრეტული სამართლებრივი დარგის შინაარსს. სპეციალური პრინციპები განსაზღვრავს სამართლის კონკრეტული დარგის განსაკუთრებულ თვისებებსა და შეიცავს კონკრეტული დარგის სამართლისათვის სპეციფიკურ დებულებებს. გამომდინარე აქედან სამართლის ყოველ დარგს გააჩნია ზოგადი მთლიანად სახელმწიფოში არსებული სამართლისათვის დამახასიათებელი და ასევე მხოლოდ კონკრეტული ამა თუ იმ სამართლის დარგისათვის განკუთვნილი სპეციალური პრინციპები. ისევე როგორც ყველა სამართლის დარგს სამითო სამართალსაც მისთვის დამახასიათებელი სპეციალური პრინციპები გააჩნია. ისინი სამითო სამართლის საფუძველსა და მის შინაარსს განსაზღვრავენ. სამითო სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპებია აბსოლუტურობის, ნუმერუს კლაუსუს, რეგისტრაციის, კონსენსუსის, საქვეყნობის, საჯაროობის, დობაუნარიანობის, განსაზღვრულობის, მიდევნების, სპეციალურობის და ასე შემდეგ სხვადასხვა პრინციპები. გერმანულ სამართალში სამითო უფლების თვისებად დასახელებულია მისი აბსტრაქტულობა. ეს კი მდგომარეობს იმაში, რომ სამითო გარიგება გამოცალკევებულია მისი საფუძვლად არსებული კაუზალური გარიგებისაგან. მის საწინააღმდეგოდ კი common law-ს ქვეყნებში მოქმედებს კაუზალურობის პრინციპი. აბსტრაქციის სამითო სამართლებრივი სახელშეკრულების მოწყობა პირველად მე-19 საუკუნეში განვითარდა. მანამდე უსუს მოდენუს პანდექტუმში განმტკიცებული იყო შეხედულება, რომ ნივთის გადაცემისთვის საჭიროა ორი რამ: ტიტულის და მოდუს. ტიტულისში იგულისხმებოდა ნამდვილი სამართლებრივი ურთიერთობა, როგორიცაა მაგალითად ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. მოდუს ნიშნავდა ნივთის ფიზიკურ გადაცემას, ან მის მსგავს აღმასრულებელ აქტს. თუ არ არსებობდა ნამდვილი ტიტულუს, მაშინ ნივთის გადაცემის მიუხედავად შემძენი მესაკუთრე ვერ გახდებოდა. ანუ სამითო ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული იყო მის კაუზად არსებული ვალდებულებითი ხელშეკრულების ნამდვილობაზე. სამნის სახელითაა დაკავშირებული აბსტრაქციის პრინციპი, რომელსაც გამოთქვა მოსაზრება, რომ უნდა მომხდარიყო სამითო ხელშეკრულების აბსტრაჰირება ძირითადი გარიგებისაგან. ან მან განავითარა აზრი, რომ ნივთის გადაცემა, რომელიც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შესრულებას მოსდევს შედეგად, არ არის მხოლოდ ფაქტობრივი ასრულების აქტი, არამედ მოიცავს საკუთრების გადატანაზე მიმართულ სამითო ხელშეკრულებას. გირკეს აზრით კი ეს არის მხოლოდ ფიქცია, რომელსაც ურთიერთობების გართულების გარდა სხვა რამეს იკეთე არ მოაქვს. თუმცა მისმა კრიტიკამ ვერ შეძლო უერყო აბსტრაქციის პრინციპი. ამ პრინციპის კრიტიკისას გირკე აღნიშნავდა, რომ ერთიანი აქტის ამგვარი ორსაფეხუროვანი დაყოფა
უცხო იყო ნორმალური ადამიანის ფსიქიკისათვის. ლარენცი კი ამ ინსტიტუტის სამართლებრივ პოლიტიკურ შეფასებას მიიჩნევდა მთავარ არგუმენტად მისი არსებობისა. გერმანულ სამართალში აბსტრაქციის პრინციპი, ესე იგი ვალდებულებით სამართლებრივი გარიგებისა და სანითო გარიგების ერთმანეთისაგან გაყოფის პრინციპი აღიარებულია როგორც მეცნიერებაში, ასევე გერმანულ სამართალ პრაქტიკაში. აბსტრაქტული სანითო ხელშეკრულების თავისებურება იმაშია, რომ იგი დამოკიდებულია ვალდებულებითი ხელშეკრულების ნამდვილობისაგან. ეს ნიშნავს, რომ მყიდველი, რომელიც ნივთობრივად შეთანხმდა გამყიდველთან და მისგან მიიღო გაყიდული ნივთი, პრინციპულად ამ მიზეზ საკუთრებას შეიცავს. მაშინაც, როცა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება თავიდან ბათილი იყო, ან შემდგომი შედარების გზით მოიშალა, ან სხვა საფუძვლით მიჩნეულია ბათილად. სანითო შეთანხმება აქ აბსტრაქტულია, რადგანაც იგი გადაცემასთან ერთად საკუთრების გადასვლას იწვევს. მაშინაც კი, როცა ნამდვილი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ძალაში არ შესულა, ან და მოგვიანებით დაკარგა ძალა. ცხადია, რომ ასეთ შემთხვევაში მყიდველს არ აქვს ნივთის შენარჩუნების უფლება. ესე იგი, მან საკუთრება შეიძინა სამართლებრივი საფუძვლების გარეშე და უსაფუძვლო გამოდირების ნორმების შესაბამისად უკვე უნდა დააბრუნოს იგი მყიდველს. ესე იგი, ვინდიკაციის საფუძველს შეადგენს არა სანითო სამართლებრივი მოთხოვნა, არამედ ვალდებულებითი სამართლებრივი. ნივთების ყიდვა-გაყიდვის ქვეშ გერმანულ სამართალში მოიაზრება სამი ხელშეკრულება. პირველი, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მეორე, ნივთზე საკუთრების უფლების გადასვლის შესახებ განკარგვითი გარიგება და მესამე, თანხაზე საკუთრების უფლების გადასვლის თაობაზე განკარგვითი გარიგება. გერმანულ სამართალში ეს წესები მოქმედებს არა მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის მიმართ, არამედ ჩუქების, გაცვლის და სხვა ანალოგიური გარიგებების მიმართაც, სადაც საკუთრების გადასვლასთან გვაქვს საქმე. ყველა ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავდება ძირითადი გარიგება, ანუ კაუზალური გარიგება და აღსრულების გარიგება. ძირითადი გარიგების ბათილობის მიუხედავად შეიძლება აბსტრაქტული აღსრულების გარიგება ნამდვილი იყოს და შესაბამისად ამისა მყიდველმა საკუთრება შეიძინოს. შეძენილი საკუთრება ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემდეგ ავტომატურად არ უბრუნდება ძველ მესაკუთრეს. გერმანული სამართალი ითვალისწინებს ამ პრინციპებიდან გამონაკლისსაც. იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულებითი გარიგება ითვლება ბათილად, ზნეობის ნორმებთან წინააღმდეგობის გამო, გამოყენებული პრაქტიკა აღიარებს ბათილად მის მიერ წარმოებულ სანითო ხელშეკრულების გამოყენებას. ფრანგულ სამართალში საფრანგეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ძალაშია და საკუთრება მყიდველზე გადადის იმ წუთიდან, როცა მხარეები შეთანხმდნენ ნივთზე და მის ფასზე. მაშინაც კი, როცა ნივთი ჯერ არ გადაცემულა და ფასი ჯერ არ გადახდილა. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება უკვე იწვევს საკუთრების უფლების გადასვლას. რიგი ავტორიტეტების აზრით, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ფრანგული სამართლის მიხედვით არის ვალდებულებითი გარიგება. გაყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრება და გადასცემს იგი მას იმავე ხელშეკრულებით. ლარენცი აანალიზებს ფრანგულ იურისპრუდენციაში გამტკიცებულ წმინდა ხელშეკრულების პრინციპს და მის სამართლებრივ შედეგებს. მყიდველი ფრანგულ სამართალში სარგებლობს სრული სანიტო დაცვით იმ მომენტიდან, როცა იგი მფლობელობას მოიპოვებს. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში კი რეგისტრაცია იკავებს მფლობელობის ადგილს. ფრანგული სამართლის წმინდა ხელშეკრულების პრინციპი გამოირჩევა თავისი თვალსაჩინო სიმარტივით. იგი გამყიდველს ხელსაყრელ პირობებს უქმნის იმით, რომ ნივთის შემთხვევით დაყრდნის რისკი უშუალოდ ხელშეკრულების დადების მომენტიდან გადადის მყიდველს. მიუხედავად იმისა, გადავიდა თუ არა მასზე ნივთი. წმინდა ხელშეკრულების პრინციპი ნაკლებ ყურადღებას აქცევს მფლობელობის ბუნებრივ როლს,
როგორც საკუთრების გარეგულ ნიშანს, თუმცა ორ ყიდულს შორის ფრანგული სამართლის უპირატესობა ანიჭებს მაინც ვინც პირველმა მიიღო მფლობელობა, თუნდაც ეს უკანასკნელი კედელსინდისიერი შემძენი. საფრანგეთისგან განსხვავებით, პრუსიის ზოგადი სამართალი საკუთრების გადასვლისთვის მოითხოვდა ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულების გარდა ასევე ნივთის გადაცემას. ესე იგი უკავშირდება ერთიანობის პრინციპს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მუშაობის დროს აბსტრაქციის პრინციპი განიხილებოდა როგორც სანივთო სამართლის ერთ-ერთი პრინციპი. საქართველოს მომავალი სამოქალაქო კოდექსიდან მიუხედავად ამისა, ამ პრინციპის რეცეფცია მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასვლასთან დაკავშირებით არ შედგება. ეს გამოწვეული იყო ამ პრინციპის სირთულით. ქართული სამართლის დოქტრინაში აბსტრაქციის პრინციპის ალტერნატიულ მოდელად განიხილებოდა ერთიანობის პრინციპი. ამ მოდელით საკუთრების უფლება გადადის პირდაპირ ვალდებულებით სამართლებრივი შეთანხმების დადებისას. კოდექსის ავტორების აზრით, თუკი აბსტრაქციის პრინციპით საკმაოდ რთულდებოდა საკუთრების უფლების გადაცემის პროცესი, საკუთრების უფლების კონსენსუალური სისტემა სრულად ამარტივებდა მას. ქართული სამართლის საწყისს წარმოადგენს კაუზალური მოდელი, რომლის თანახმადაც ბათილი კაუზალური გარიგების შემთხვევაში საკუთრების უფლების გადაცემაც არ შედგება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძეს ნივთი. აქედან გამომდინარე, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასვლის პროცედურა მოითხოვს ნამდვილი უფლების არსებობას. გადაცემის მოთხოვნის უფლება, როგორც წესი ვალდებულებითი ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოიშობა, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს მის წარმოშობას კანონურ საფუძველზეც. მაგალითად, დელიქტის ან დავალების გარეშე სხვის საქმეების შესრულების ნორმების საფუძველზე. შესაბამისად, 186-ე მუხლში ნამდვილ უფლებაზე მითითება მიანიშნებს მხოლოდ მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით საკუთრების უფლების გადაცემის კაუზალური სისტემის არსებობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული სამართალს მთლიანად არ უთქვამს უარი აბსტრაქციის პრინციპზე. აქაც არსებობს გამონაკლისი. მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების წესისაგან განსხვავებით, ქართულ სამართალში მოთხოვნის უფლების დათმობა წარმოადგენს აბსტრაქტულ გარიგებას. იგი არ არის დაკავშირებული გადაცემის სამართლებრივ საფუძველთან. უკვე განხორციელებული შესრულების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ქართულმა სამართალმა უარი თქვა საბჭოთა სამართლის ისეთ ინსტიტუტზე, როგორიც არის რესტიტუცია. გერმანიის მსგავსად, არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შეიცავს პირველდელ მდგომარეობაში შეთანხმების ხელშეკრულების ხარების დაბრუნებაზე სპეციალურ წესებს. ამ შეთანხმების ბათილად აღიარების შემთხვევაში ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში გამოიქვნა მოსაზრება, რომ ბათილი გარიგების შედეგთან დაკავშირებით უნდა გამოიყენებოდეს უსაფუძვლო განმავლობის წესები. აღსანიშნავია, რომ ქართული სამართალი ასევე შეიცავს ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ მესაკუთრისა და არამალწონიერი მფლობელის ურთიერთობას. ეს არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-164 მუხლები. აბსტრაქციისა და კაუზალურობის პრინციპები სანივთო სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპებია, რომლებიც განსხვავებულადაა ასახული სხვადასხვა ქვეყნის სამართალსა და სასამართლო პრაქტიკაში. გერმანიის სამართალი უპირატესობას ანიჭებს
აბსტრაქციის პრინციპს, ხოლო ფრანგული კაუზალურობის პრინციპს ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ საბოლოო ჯამში ორივე პრინციპს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რის გამოც ქართულ კანონმდებლებს გაუჭირდათ არჩევანის გაკეთება და როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, რიგ შემთხვევაში ქართული კანონმდებელი იყენებს ერთ პრინციპს და უფრო ეყრდნობა უპირატესობას ანიჭებს თითქოს და ერთ პრინციპს, მაგრამ რიგ შემთხვევაში მიმართავს მეორე პრინციპსაც. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად წამდებოდეთ.